ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ ოთარ ფარცხალაძე მისი მეგობარი არ არის. ეს განცხადება ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა დღეს ჟურნალისტებთან გააკეთა. გამოძიება ვერ იპოვიდა კატას ბნელ ოთახში, იმიტომ რომ იმ ოთახში კატა არ იყო. ამ განცხადებას პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანაზე და ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის წინააღმდეგ გამოძიებაზე აკეთებს. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, თქვენ უყურებთ ინგა გრიგოლიას დღის ამბებს 7-ზე. დაიწყება თუ არა ფარცხალაძის წინააღმდეგ გამოძიება. დღეს ევროსასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანაზე მთავარ პროკურორთან სკანდალი, რომელიც ვანო მერაბიშვილის განცხადებას მოყვა, რომ ის თავზე გადაფარებული გამოიყვანეს საკნიდან და ოთარ ფარცხალაძესთან მაშინდელ მთავარ პროკურორთან წაიყვანეს 2013 წლის დეკემბერში, ეხლა უფრო მწვავდება. მომხდარიდან თითქმის 3 წლის შემდეგ ოპოზიცია ფარცხალაძის წინააღმდეგ საქმის აღძვრას მოითხოვს. დღეს ბიძინა ივანიშვილმა დაადასტურა, რომ ყოფილი მთავარი პროკურორის შვილიშვილის ნათლია მისი ვაჟი ბერა. ხშირად ვერ ვხვდებით ერთმანეთს, ჩემი ბერა არის მისი შვილიშვილის ნათლია, აღნიშნა ივანიშვილმა. თეატრალურიანი სისუსტე იქ არსად არ იკვეთება. კარგი იყო, რომ ის გამოძიება ეწარგოებინა თავის დროს. რაც შეეხება იმ ბუნდოვან გამონათქვამს, რაც სასამართლო მიიჩნია, რომ იყო არასწორი ის, რომ თითქოს ვიღაცამ გაიყვანა და რამე ესაუბრა, რაც ჩემთვის ღიმილის მონგრელია, რომ ვიღაცამ რა თქმა უნდა, რაღაც კითხვები არის, უნდა გამოიძიონ და რატომ არ გამოიძიეს? ადრე აი არის კითხვა, რომ რატომ პროკურატურამ ამის გამოძიებაზე ფარცხალაძე არ არის, ხშირად ვერ ხვდებით, რა თქმა უნდა. ბერა, ჩემი ბერა გახლავთ, მაგის შვილიშვილის ნათლია. ამამბის მთელი ბუნდოვანება იმაში მდგომარეობს, რომ ჩანაწერები როგორ გაიყვანეს საკნიდან ვანო მერაბიშვილი, ან გაიყვანეს თუ არა, არავის უნახავს. ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს მიაჩნია, რომ ვანო მერაბიშვილის განცხადებებზე, რომელიც ციხიდან მის უკანონოდ გაყვანას შეეხებოდა, გამოძიება უნდა დაწყებულიყო, თუმცა ივანიშვილს მერაბიშვილის ვერსიის არ სჯერა. მაშინ, როცა თავად ვანო მერაბიშვილმა იცოდა, რომ ამ ციხეში ამა და ამ რეჟიმის სათვალთვალო კამერები იყო დაყენებული, რომელიც გარკვეული პერიოდის შემდეგ იშლებოდა. ეს მან იცოდა, იმიტომ რომ ამ ციხის რეჟიმით მართავდა ქვეყანას და იმ ციხეში სად რა დეტალი იყო, ყველაფერი იცოდა. ამიტომ მეეჭვი მაქვს, რომ გამოძიება ვერ იპოვიდა კატას ბნელ ოთახში, იმიტომ რომ იმ ოთახში კატა არ იყო, განაცხადა პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა. ნებისმიერმა ხელისუფალმა უნდა იცოდეს, რომ კანონის საკუთარ თავზე მორგება საბოლოო ჯამში მის საწინააღმდეგო იქნება შეტრიალებული. ზუსტად ასევე უნდა იცოდეს ქართულმა ოცნებამაც, რომ არ შეიძლება კანონს ჭრიდეთ და ვკერავდეთ ისე, როგორც ჩვენ გვინდა. კანონი დღეს მოითხოვს, რომ ამ საკითხზე დაიწყოს გამოძიება, ეს მიუთითა სტრასბურგის სასამართლომაც და დღეს ამ გადაწყვეტილებას ისევ უგულებელყოფს იუსტიციის სამინისტრო და მთავარი პროკურატურა, აცხადებს ახალი საქართველოს ლიდერი გიორგი ვაშაძე. მაშასე ირაკლი სესიაშვილი და გიორგი ვაშაძე არიან დღის ამბების სტუმრები. პრეზიდენტის მრჩეველი კახა კოჟორიძე კი ამბობს, რომ გამოძიება უნდა მოხდეს არა მარტო იმაზე, მოხდა თუ არა მერაბიშვილის ციხიდან გაყვანა, არამედ იმაზეც, რატომ არ შეასრულა პროკურატურამ მასზე დაკისრებული მოვალეობა, რამაც დღეს სტრასბურგის მხრიდან სახელმწიფოსთვის დამაზიანებელი გადაწყვეტილება დადო შედეგად. მოკლედ, სადაა სიმართლე, ან როგორ უნდა ჩაატაროს დღეს პროკურატურამ გამოძიება, თუ მას ბრალი მიუძღვის ამ საქმეში. მე მივესალმები ჩვენ სტუმრებს, ძალიან დიდი მადლობა, რომ ხართ ჩვენთან ერთად. მოდით თქვენი ნებართვით მე დავიწყებ საუბარს სახელმწიფო გუნდის ერთ-ერთ ლიდერთან. ბატონო ირაკლი, მე ერთი კითხვა მინდა დაგისვათ. აი თქვენს განცხადებებს, თქვენში გულისხმობს სრულიად ხელისუფლებას. როდესაც ვეცნობით, მრჩება ასეთი შთაბეჭდილება, რომ 1%-ითაც არ უშვებთ, რომ შესაძლებელია 3 წლის წინ ვანო მერაბიშვილი მართლაც გაიყვანეს თავზე გადაფარებული ციხის საკნიდან და მიიყვანეს მთავარ პროკურატურასთან. რატომ არ უშვებთ თუნდაც 1%-ით, რომ ეს უკანონობა შეიძლება მომხდარიყო? მოგესალმებით ინგა. მე არ მithქვავს, რომ არ უშვებ. მოდით ასე ვისაუბროთ. შთაბეჭდილება ასეთი რჩება ყოველ შემთხვევაში. ნებისმიერი ასე ვთქვათ, შემთხვევაში უნდა არსებობდეს შესაბამისი სამართლებრივი ფაქტები. ეს თუ არ არსებობს და ალბათ რა ვიცი, მინიმუმ ამერიკული ფირმებისთვის გვიყურებია სასამართლოს პროცესები სადაცაა, გამოძიება სადაცაა და იქ სადაც არ არსებობს მტკიცებულებები, ძალიან ძნელია დადგეს რაიმე სამართლებრივი შედეგი. ამიტომ თქვენ კითხვაზე უშვებ თუ არა ალბათობას, რა თქმა უნდა უშვებ. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ
ეს ალბათობა ჩემში პირადად მაღალი არის და რატო? პირველი, ჯერ თავიდან დავიწყებ, რაც თქვენ ბატონი გიორგის პოზიცია დააფიქსირეთ, აბსოლუტურად ვიზიარებ ის, რომ მეორე სასამართლომ ჩვენ ერთგვარად მიგვანიშნა, რომ გამოძიება უნდა ჩატარდეს, რა თქმა უნდა, გამოძიება უნდა ჩატარდეს, მაგრამ მე ჩემი განცხადება რაც იყო, მე ამ შემთხვევაში მაქვს პოზიცია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ევროსასამართლომ ისაუბრა იმაზე, რომ ალბათობა მაღალია იმისა, რომ ბატონი მერაბიშვილის მიერ მოყვანილი ფაქტები შესაძლოა იყოს ახლოს სიმართლესთან. აი რა არის ევროსასამართლოს პოზიცია. ანუ ის ალბათობას უშვებს და ეყრდნობა რა ამ ალბათობას და ეყრდნობა რა იმ მოცემულობას, რომ გამოძიება არ ჩატარებულა, ამიტომ თვლის, რომ ვანო მერაბიშვილის კომპენსაცია ეკუთვნის. ეს არ ნიშნავს და პირდაპირ არ მიუთითებს, რომ ამ ფაქტს ჰქონდა ადგილი და მეორე, რომ გამოძიება უნდა ჩატარებულიყო. მე რატო უსვამ ამას ხაზს? იმიტომ რომ ნებისმიერი პატიმრის უსაფუძვლო განცხადება არ შეიძლება გახდეს გამოძიების დაწყების საფუძველი. ანუ მერაბიშვილი ნებისმიერი პატიმარი არის. აბსოლუტურად შეულებრივი რიგითი პატიმარია. აბსოლუტურად ექვემდებარება ყველა ისე იმ რეჟიმს, რომელსაც ყველა ნებისმიერი პატიმარი. ეს განსაკუთრებული პატიმარია პოლიტიკური გუნდისთვის, ნაციონალური მოძრაობისთვის, თორე კანონისთვის ის ერთ-ერთი პატიმარია. მისი განცხადება, რომ ის გაიყვანეს თავზე, არ ვიცი, ტომარა ჩამოცმული ესახოც გადაფარებული. მე თავიდან მისგან განცხადებაში ეჭვშემეპარა ერთი მარტივი მიზეზის გამო. პირველი, მან ეს განცხადება გააკეთა მხოლოდ რამდენიმე დღის დაგვიანებით. მაშინ, როდესაც ასეთ შემთხვევაში, თუ კი ის ზოგადად აპირებდა ამაზე, ასე თქვათ, მოეხდინა ადეკვატური რეაგირება, მას საჩივარი მეორე დღესვე უნდა დაეწყო, ეს ერთი. მეორე, მან იცოდა, რომ თუ არ ვწდები შაბათ-კვირა დაემთხვა მეორე და მესამე დღე. მე რამდენადაც მახსოვს შეიძლება ეხლა ვწდები. საჩივარი ყველა მიცდეს. მეორე, მან ძალიან კარგად იცოდა, რომ ამ ციხეში არსებობდა ვიდეოკამერების მოქმედების გარკვეული რეჟიმი და მხოლოდ მას შემდეგ გააკეთა ეს განცხადებები, რაც მისთვის უკვე წინასწარ ცნობილი იყო, რომ ეს ვიდეო მასალა არ იქნებოდა შენახული, ან მას არ ექნებოდა მტკიცება. თუმცა როგორც ხედავთ, დღეს მან ამ ხრივ სარგებელი მიიღო. შეიძლება ითქვას, რომ მის ჩემი აზრით ცრუ განცხადებაზე მან გარკვეული სარგებელი მიიღო და თუნდაც ეს პოლიტიკურ კონტექსტში არის გამოყენებადი. მე იგივე მინდა გაგახსენოთ სულ რამდენიმე დღის წინ, როდესაც ნაციონალური მოძრაობამ ბრიფინგი ჩაატარა და ისაუბრა იმაზე, რომ თითქოს კახი კალაძის ბანკებიდან გადაერიცხა თანხა კორცხალში მონაწილე ინციდენტში მონაწილე პირების მიმართ. ყველა უკვე დადასტურებულია, რომ ეს იყო ყველაფერი გაყალბებული. ეს ნაციონალური მოძრაობის მთლიანი პოლიტიკური სტრატეგია აგებულია სიყალბეზე. ამ სიყალბიდან ისინი PR ტექნოლოგიებით ცდილობენ გარკვეული შედეგი გამოიღონ. და მე ვფიქრობ, ჩემი ეჭვი არის, თუმცა კიდევ ერთხელ მეორებ, გამოძიება უნდა ჩატარდეს, ევროსასამართლომ მოგთხოვა და ჩვენ ვალდებული ვართ შესაბამისი კონვენციის მიხედვით, გამოძიება უნდა ჩატარდეს, მაგრამ მე მაქვს განცდა, რომ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რაც აქამდე არსებობდა და ყველა თავის დაელოდო ჯერ გამოძიებას. გიორგი, მე მაქვს ჩემი განწყობა მეთქი. მე ხო არ მithქვას, რომ ეს ასე იქნება. მე ჩემი განწყობა მაქვს, რა თქმა უნდა, იმ მოცემულობის გათვალისწინებით, იმ ფაქტობრივი ინფორმაციის გათვალისწინებით, რასაც ადგილი ქონდა თავის დროზე. ანუ თქვენ გაქვთ ესეთი თქვენი მოსაზრება, მაგრამ რეალურად როგორ შეიძლება ვიფიქროთ, სხვა შორის თქვენ ახსენეთ, რომ ნაციონალური მოძრაობაო, ანუ ვერასაბუთებს შემდეგ ამ ბრალდებებს, რასაც გვიყენებსო, მე ალბათ მაყურებლისთვის იქნება საინტერესო უნდა ვთქვა, რომ ნაციონალური მოძრაობა მე არ მელაპარაკება, მას მერე რაც ერთ-ერთი Facebook პოსტი დავწერე ნიკა მელიასთან დაკავშირებით, რომ მან ჩაშალა ჩვენთან სტუმრობა, ნაციონალებმა მითხეს, რომ ისინი აღარ ივლიან, ამიტომ მე ნაციონალების პასუხს ამ ეთერში თქვენ ვერ მოგასმენინებთ, მაგრამ მე მაინტერესებს თუ გავხსენებთ პირველი მე მოვედი, მე მგონი. კი, კარგი ფეხი გაქვთ, კი, როდესაც თავიდანაც სხვა შორის სულ ამ დღეში ვარ, ხო მომაბრალებენ, რატომ მოყავს ნაციონალები, რატომ მოყავდა რეაქციაც ხო ამას შეეწირა, ოღონდ ეხა თემას უხვევ, მაგრამ სულ პრობლემები არის. ეს რატომ თქვი ეხა, ანუ ბუნებრივად მაყურებელს ექნება, ხო, მოთხოვნილება რომ მოусმინოს დაუშვათ ნაციონალურ მოძრაობას, მაგრამ აქ არის გიორგი ვაშაძე, რომელიც აღარ არის ნაციონალური მოძრაობის წევრი, მაგრამ მას აქვს მკვეთრად განსხვავებული პოზიცია და სწორედაც რომ იგი ნაციონალების ვორდინგით ეხლა ალბათ არ დაიწყებს საუბარს. ჩემი პოზიცია არის ძალიან მარტივი, რომ გამოძიება უნდა ჩატარებულიყო მაშინაც, როცა ეს განცხადება მოხდა, თუ ვინმე ეხლა იყო საუბარი, რომ ამით ისარგებლა ვანო მერაბიშვილი, ამით კი არ ისარგებლა ვანო მერაბიშვილმა. ვანო
ვანო მერაბიშვილმა და ზოგადად სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ ასეთი განცხადების შემდეგ დიახაც უნდა დაწყებულიყო გამოძიება. ეს არის სისხლის სამართლის კოდექსის მოთხოვნა, ხა რაც არ გვინდა მოვჭრათ, მოვკეროთ ეს კანონი ამბობს, რომ ვანო მერაბიშვილი იქნება თუ ნებისმიერი სხვა პატიმარი იქნება, როცა ის გააკეთებს განცხადებას, სადაც არის დანაშაულის ნიშნები, ამაზე აუცილებლად უნდა დაიწყოს გამოძიება. ამ შემთხვევაში არათუ გამოძიებასთან არა გვაქვს საქმე, არც კი, ასე ვთქვათ, შიდა სამსახურებრივი მოკვლევაც კი არ გაუკეთებია საჯელახშულების დეპარტამენტს. ეხლა იმას რაზეც ვამბობთ, რაღაცა წაიშალა, რაღაცა მოიშალა, გვიან გააკეთა, იგივე აქვს მითითებული ამბოცა. არ არის, მე ხო არ გაგაჩერეთ, არა 5 წუთი გისმენთ. ერთი წამით რა. გეხმარებით თუ გაგახსენოთ. ერთი წამი რა. მოდი დავამთავროთ. ეხლა 3 დღის მერე გაავრცელა, 7 დღის მერე თქვა, ასე შემდეგ თქვენ კაი ადამიანიშვილებო, გამოგიღოთ ეს ყველაფერი და დაგემტკიცებიათ გამოძიებით და აღარ სტრასბურგი მიიღებდა მაშინ ამ გადაწყვეტილებას თუ მართალი იყო ხელისუფლება და პროკურატურა ამ საქმესთან დაკავშირებით. აღარც ეს კატასტროფული მდგომარეობა გვექნებოდა და არ გეგონოთ ეხლა რომ სტრასბურგის ასეთი გადაწყვეტილებები უბრალოდ ეხლა შემოიფარგლება ჩვენი აქ დებატებით და კინკლაობით და ამით ზიანს ქვეყანა არ მიიღებს. მე გაცილებით მეტად ის მაწუხებს, რომ საბოლოო ჯამში ზიანდება ჩვენი მოქალაქეები და ჩვენი მოსახლეობა ზიანდება. იგივე ევროპასთან ინტეგრაციის კუთხით ვიღებთ ხოლმე ამ ზიანს. თქვენ თვითონ ესწრებით იმ მოლაპარაკებებს, სადაც არაერთჯერ დაგიყენებენ უკვე ამ საკითხს და გეტყვიან, რომ აი სტრასბურგის გადაწყვეტილება ამ საკითხთან დაკავშირებით, თუ არ გინდოდათ ეს ყველაფერი ყოფილიყო, თუ ფარცხალაძე მართალი იყო, თუ მასთან ერთად ყველა ის ადამიანი, ვინც მას გვერდში უდგა, სიმართლეს ამბობდა, ძალიან მარტივი იყო ეს გამოძიება. დაგეწყოთ გამოძიება, მოგეცათ ჩვენთვისაც ეს მასალები პარლამენტის წევრებისთვის და გეთქვათ, რომ აბატონო, მტკიცებულება 1, მტკიცებულება 2, რომ ვანო მერაბიშვილი ტყუის მტკიცებულება 3 და ამით დამთავრდებოდა ყველაფერი და სტრასბურგის გადაწყვეტილებაში უკვე ეს ჩანაწერი აღარ იქნებოდა. მაგრამ ის რომ სოზარ სუბარმა ერთი წუთით ახლავე მოგცემ სიტყვას თავის დროზე, როცა ეს ამბები ხდებოდა, ეს სკანდალი როცა აკორდა, მაშინ ჩემთან ეთერში თქვა, რომ ამდენი დღე უბრალოდ ვერ შეინახებოდა ის კადრები და ამითი გაამართლეს. აი თქვენ რო ვიდეო კამერა გაქვთ ეხლა გარეთ, უბრალოდ დაცვის თანამშრომელს კითხეთ, რამდენი ხანი ინახავენ ჩანაწერებს. ალბათ 1 თვე 1 წელი ინახავენ მინიმუმ ჩანაწერს და ეხლა საჯელახშულების სამინისტრო თუ 2-3 დღეზე მეტხანს არ ინახავს ამ ჩანაწერს, ძალიან ცუდად ყოფილა საქმე. თქვენ ეჭვით რომ გაიყვანეს მერაბიშვილი და წაშალეს. მოდით გუწფელად ვთქვათ, მე გუწფელად გეტყვით, ადრეც ამას ვამბობდი, რომ ჩემთვის მთავარ ეჭვს აღძრავს ის საკითხი, რომ ამ საქმეზე გამოძიება არ დაიწყო ხელისუფლებამ, ხო? ეს არის მთავარი ეჭვი. ეხლა იქ წაიშალა, წაშალეს, არ წაიშალა, ეხლა ეს ხო ყველაფერი სპეკულაცია. პრობლემა სხვა რამეში, რაღაცნაირად ხო უნდა მივეჩვიოთ, რომ რაღაც სტანდარტი ქვეყანაში არსებობდეს. რა მნიშვნელობა აქვს, რომ თქვენ მიგაჩნიათ, რომ ვანო მერაბიშვილი დამნაშავეა, ვიღაცას მიაჩნია, რომ უდანაშაულოა. კანონი ხო უნდა კანონებდეს ქვეყანაში. აი ამაზეა. მე ამ კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით ნამდვილად არ ვიცი. გამოძიებამ უნდა თქვას ეს ყველაფერი. ჩემი პოზიციაც, აი ნაბიჯიც რაც გადავდგე, ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაც მინდა საჯაროთაც თქვა, სპეკულაციები უნდა დამთავრდეს ქვეყანაში, ხო? მაგრამ ის, არა, ერთი წამი, ის ფაქტი, რომ 3 წელი თქვენ გამოძიება არ გააკეთეთ. არა, მაგას კი არ ვეწევი ირაკლი. 3 წელი რაც თქვენ არ გააკეთეთ, ეს არის ზიანი ჩემთვისაც და თითოეულ საქართველოს მოქალაქეებისთვის. თქვენთვის კი არ არის მარტო ზიანი და ქართული ოცნების ხელისუფლებისთვის. ეს არის პრობლემა. რა სპეკულირებ ეხლა მიიღო საჯობა ეს გადაწყვეტილება, მე ფაქტებით გელაპარაკები ირაკლი. სპეკულაცია არის ის, რასაც თქვენ ამბობთ. წაიშალა, წამოიშალა, ვინ იცის რა წაიშალა და რა წამოიშალა? რატო არ დაიწყეთ? ვინ იცის რა წაიშალა და რა წამოიშალა? აი გამოძიება რო ჩატარებულიყო, თქვენ კი ამბობთ, რომ ვანო მერაბიშვილი არის რიგითი პატიმარი, მაგრამ აი მაგალითად უყურეთ ევროპის სახალხო პარტია დღეს უკვე გავრცელდა განცხადება, ჯოზეფ დოული ტვიტერის საკუთარ ბლოგზე წერს, რომ ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს თანახმად საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა იყო უკანონო, დემოკრატიაში პოლიტიკურად მოტივირებული სასამართლოს ადგილი არ უნდა იყოს. ანუ რას გეკითხებით, რომ ჩატარებულიყო ეს გამოძიება, ამის მსგავსი განცხადებები ხო აღარ გაკეთდებოდა? ეს ის დოულია გახსოვთ ალბათ რუსთავიორის. არ დაიწყოთ ეხლა ვიზა ლიბერალიზაციაზე, მაგალითად გადაჭერა კიდე და არ დაიწყოთ. როგორც შენ შემაწყვეტინე, ისე გაწყვეტინებ მეც. არ დაიწყოთ ეს სტანდარტული მიდგომა, კაცო, კიდე უფრო დიდი დიდი გვაქვს საპირწონე და არ დაიწყოთ ეხლა ამ ევროპელი ლიდერების კრიტიკა. მოდით მოვისმინოთ ბატონი გახლის. პირველი დაუბრუნდეთ რეალობას, რომელიც არ აწყობს ნაციონალურ მოძრაობას, არ აწყობს ყოფილ ნაციონალურ მოძრაობას, რომლებიც ამ ყველაფრის გაправებით იყვნენ წლების მანძილზე დაკავებული. რაც შეეხება გამოძიება რატო არ დაიწყო? გამოძიება ვერ დაიწყება ყველა უსაფუძვლო განცხადებაზე, ეს ერთი.
მეორე სამსახურის კოდექსი მოთმინება არა ერთი წამით რა რო იწყო ძახით ვერ დაიწყებაო კანონი შენ ხარ თუ ის რაც კანონში წერია არა მოიწმინო მარტივი ამბავია იგივენაირად შემაწყვეტინე რამდენჯერმე ხო აი კითხვა მაქვს მარტივი აი მაგას როცა ამბობ მაინტერესებს რა კითხვა მაქვს მარტივი აი თქვენ დაუსვით კითხვა რა კანონი არის ირაკლი სესიაშვილი თუ ის რაც სისხლის სამართლის კოდექსში წერია რას ნიშნავს არ დაიწყება რა უფლება გაქვს რო არ დაიწყება გამოძიება არა გაქვს უფლება ესე იგი სამსახურები მოკლევა მაშინვე ჩატარდა და სწორედ სამსახურები მოკლევის მიხედვით დადგინდა რომ მის მიერ მოყვანილი არც ერთი ფაქტი არ დასტურდებოდა არ არსებობდა კამერის ჩანაწერი და აპელირება იმაზე რომ ამ კამერებს უნდა შეენახათ ერთი წლის მასალა ეს არის ტყვილი იმიტომ რომ ზუსტად იმ რეჟიმში გადავიბარეთ ის ციხე ზუსტად იმ რეჟიმში იყო ეს კამერები და შესაბამისად მეხსიერების შენახვის პროცედურები ჩვენ არაფერი არ შეგვიცვლია ამის შემდეგ დავინახეთ რა რომ ეს შეიძლება გამختارიყო მომავალში მორიგი პოლიტიკური სპეკულირების საგანი რა თქმა უნდა ეს რეჟიმი შევცვალეთ ჩვენ ეს ერთი ამიტომ არ არსებობდა რა კამერის ჩანაწერები არ არსებობდა რა შესაბამისი ვინმე ჩვენება რომ ვანო მერაბიაშვილის მიერ მოყვანილი განცხადებები შეიძლება და ფაქტები შეიძლება დასტურდებოდეს ამიტომ გამოძიების საფუძველი აღარ არსებობდა და შესაბამისი გამოძიება არ ჩატარებულა ეხლა რაც შეეხება ბატონი გიორგის განცხადებას რომ ამას დაგიდებენ ევროპაში ეს ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური სპეკულირება ეს არის ის პოლიტიკური ძალა ზოგადად წაუკითხეთ თუ შეიძლება ეს განცხადება ისევ და პოლიტიკური სპეკულაცია ვინ არის ბატონი დოული მე გაგახსენეთ ის რუსტავიორის კამერის ეჭირა ფურცელი მაგრამ ეს არ არის უბრალოდ მე უბრალოდ ბატონ დოულის შევახსენებ რომ რაზეც თავად ის აპელირებს ეს არის სიცრუე იმიტომ რომ წინასწარი პატიმრობა იყო კანონიერი ეს წერია ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილებაში 5-1 მუხლი არ დარღვეულა პირდაპირ წერია და პატიმრობა იყო კანონიერი პირდაპირ წერია და თქვენ მიკითხავთ ბატონ დოულის განცხადებას რომელიც ამას უკანონო არის ამიტომ ეხა თავიდანვე გაგზელება იყო დაუსაბუთებელია ასევე წერია ბატონო ირაკლი მაგრამ აი გიორგი ვაშაძესთან გადავალ მაშინ თქვენებარ თუ ჩეკითხეთ თქვენ კარგად გახსოვთო ბატონი დოული ვინ არისო გახსოვს ის ინტერვიუ მე და თქვენ გქონდა ამას ძალიან საინტერესო სატელევიზიო ინტერვიუც ბატონო გიორგი რამდენად ეს აზარალებს ქვეყანას პრეზიდენტის პოზიციაც არის იგივე რომ ეს არის ქვეყნისთვის დამაზარალებელი მე ვიცი რამდენიმე ქვეყანა ვისთვისაც სტრასბურგის გადაწყვეტილება არის ხოლმე ყოველგვარ საფუძველს მოკლებული მაგალითად რუსეთის ფედერაცია რომელიც არასდროს არასრულებს სტრასბურგის მიერ დაკისრებულ ვალდებულებებს და გადაწყვეტილებებს არასდროს ყურად არიღებს არის კიდე სხვა რამდენიმე ქვეყანა ბელორუსს აქვს ამ კუთხით სერიოზული პრობლემა ირაკლის შეციაშვილის ნათქვამმა ეხა რუსეთი გაგახსენა არა მე ვიცი ქვეყნები რომლებისთვისაც სტრასბურგის გადაწყვეტილება არ ნიშნავს არაფერს ეხლა თუ ჩვენ გვინდა რომ იგივე რიგში ჩავდგეთ მაშინ თქვათ რომ აი ეს ყველაფერი არაფერი არ არის და რა გამოძიება უნდა დაგვეწყო არაფერი გამოძიება არ უნდა დაგვეწყო და ასე შემდეგ ეხლა ფაქტია კიდევ ერთხელ ვამბობ რომ ეს ნამდვილად შეგვიქმნის ჩვენ პრობლემას იმიტომ რომ ყველა მოლაპარაკებაზე ეხლა იმის მერე რა ახლა პრეზიდენტი შემთხვევით ხო არ განაცხადებდა ამ ყველაფერს არა ყველა მოლაპარაკებაზე ამ საკითხს დასვავენ და ირაკლის ეხლა უნდა თუ არ უნდა სისხლის სამართლის კოდექსი მოითხოვდა თქვენგან ამ გამოძიების ჩატარებას მოითხოვდა მეტგამჭვირვალობას ამ გამოძიებას თქვენ ადგილზე მოვიყვანდი არასამთავრობო სექტორს ჩავთავდი აბსოლუტურად ყველას ელჩებს მოვიყვანდი რა თქმა უნდა კაცო ეხლა ესე ხო არა მიცემულებს ვაჩენებდი ასე შემდეგ თუ მართალი ვარ ამ ყველაფერს გავაკეთებდი ინგად ამით დავხურავდი ყველა საკითხს და სტრასბურგის გადაწყვეტილებაში ეს არ იქნებოდა ეხლა მინდა გამოვიხმაურო კიდევ ერთ რაღაცას უახლოეს დღეებში კიდევ ერთხელ უნდა იყოს განხილვა ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით ხო ძალიან გთხოვთ ფრთხილად იყავით განცხადებებზე ევროპელ ლიდერებთან მიმართებაში. ამ ხალხს ხოშერ ჯოზეფ დოული თქვენ მხარს უჭერს დღეს საქართველოს, რომ მივიღოთ ვიზა ლიბერალიზაცია. ძალიან აუხსენით, რომ შეცდომაში იყო შეფასება. არა, შეცდომაში იყო, კი ბატონო, აუხსენით თუ არ აუხსენით, მე ერთ რამეს ვამბობ. მაგ დროს ზუსტად იმ გუნდში ხარშავდით, რა რომ ეს ადამიანი დღეს განცხადებას ერთი წავით, რა ეს ადამიანი დღეს განცხადებას აკეთებს თქვენი პოლიტიკური იდეოლოგია იყო. მომისმინეთ რა. ეს ადამიანი დღეს განცხადებას აკეთებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით რა. ამიტომ არ გინდათ ეს ასე ვთქვათ საჯარო სივრცეში ასეთი არასწორი განცხადებების კეთება და ჯობია გაითვალისწინოთ ეს ყველაფერი
Ქვეკაი ხალხო სტრასბურგის გადაწყვეტილებაც რამდენიმე დღის წინ იყო. სასტრაფოდ შევკრიბავდი საგამოძიებო ჯგუფს, დავსვავდი პროკურატურას, ვეთყოდი რომ აბა სასტრაფოდ ამოიღეთ, მოვიწევდი არასამთავრობო სექტორს. აი დღესვე გავაკეთებდი ამას და დავხურავდი ისევ ამ კითხვებს. აღარ იქნებოდა ეს პოლიტიკური სპეკულაცია. მოდით მე ირაკლისთან გადავალ ერთი კი ბატონო გაძლევთ. კი, უნდა დავასრულოთ ეს საკითხი, მაგრამ თქვენივე თავდან კოალიციელი ერთ-ერთი პოლიტიკური სუბიექტი სულ ცოტა ხნის წინ ჯერ კიდევ იყო ეროვნული ფორუმი. მე მინდა წაგიკითხოთ მათი დღევანდელი პოზიცია. მათ მიაჩნიათ ეროვნული ფორუმის ლიდერებს, რომ ამ ფაქტის გამოძიება სტრასბურგის სასამართლოს ვერდიქტის შემდეგ სახელმწიფოებრივ საკითხად იქცა. სამწუხაროა, რომ გამოძიება არ მოხდა, რამაც ჩვენი ქვეყანა ძალიან დააზარალა და დღეს სახელმწიფოს ინტერესში უნდა შედიოდეს ამის უსწრაფესად გამოძიება. ესაა თქვენი ორი კვირის წინანდელი ჯერ კიდევ პარტნიორების პოზიცია. ინგა, გრძელდება პოლიტიკური სპეკულაცია, აგერ გიორგის მით არის ახლა აქ დაკავებული, როდესაც ჩვენ მოსახლეობას აშინებს, რომ დავიღუპეთ. ეხლა გიორგი მოთმინება გქონდეს. ეხლა ამ ისა რა ქვია, გადაწყვეტილებას ვინმე დაგვიდებს და გვეტყვის, რომ აი ეს რატო არის ესე და შესეთ ეს ასე არ არის. პირველი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით. წინასწარი პატიმრობა იყო კანონიერი. მეორე, რაში გვედავება ევროპის სასამართლო, რომ გვეუბნება, რომ როდესაც მოხდა წინასწარი პატიმრობის გაგრძელება, სასამართლომ ზეპირი მოსმენის დროს არ მოიტანა შესაბამისი საფუძვლები. ამიტომ მოსამართლეს შეეშალა, ანუ გადაცდომა ჰქონდა და ამის გამო ვანო მერაბიშვილისთვის კომპენსაცია მიზანშეწონილად ჩათვალა. უყურეთ, კომპენსაცია ჩათვალა მიზანშეწონილად. მე გვეუბნება, რომ ალბათობა იმისა, რომ ვანო მერაბიშვილის მიერ მოყვანილი ფაქტები შეიძლება იყოს რეალობა, შეიძლება იყოს რეალობა, ამის გამო ასევე საქართველოს ასე ვთქვათ, ხელისუფლება, სახელმწიფო დააკისრა კომპენსაციის გადახდა. საერთო ჯამში ეს კომპენსაცია შეადგენს 400 ევროს. არა, მე მესმის, რომ ფინანსურ კომპენსაციაზე თქვენ არა პრობლემა. სასამართლო თქვა, რომ ვანო მერაბიშვილთან მიმართებაში რახან ადგილი ჰქონდა გადაცდომას და შეგეშალათ, ამიტომ ამ კაცს გადაუხადეთ 400 euро. ეხლა ჩვენ ამ 400 ევროს თავისთავად ცხადია ევროს სასამართლოს გადაწყვეტილება ავიღებთ და მივცემთ ვანო მერაბიშვილს. ამი დასრულდება ყველაფერი და შენ ფიქრობ რომ ეხლა მართლა ფიქრობ მაგას რომ 4000 euро ღირს ეს ყველაფერი საქართველოსთვის ეხლა მართლა ფიქრობ მაგას ირაკლი ნუ კარგი ეხლა რა დაგვიდებენ ვიზა ლიბერალიზაციაზე ხელშეგვიშლიან პრობლემა არაფერი არ ლიბერალიზაციაზე ხელს ვინ გვიშლის მე გეტყვით ვინ გვიშლის მე გეტყვით აი თქვენ ნახეთ სულ რამდენიმე ხნის წინ ამერიკის სავაჭრო პალატის წარმომადგენლის განცხადება რომ საქართველოს ვიზა ლიბერალიზაციას პერი იმდენად გარეთ არ ყავს რამდენად ჩიგრითო და ძალიან კარგად გვახსოვს რომ ბატონი დოულის განცხადება განცხადებასთან მიმართებაში ძალიან ახლოს იყოს ის ნაციონალური მოძრაობის ინტერესები და მათი ერთგვარი ლობირება, როგორ ჩადიოდნენ, როგორ ეხვეწებოდნენ და ამაზე უკვე ღიად საუბრობენ ევროპარლამენტის დეპუტატები, მათ შორის სახალხო პარტიის წარმომადგენლები. ბატონი გიორგი იყო მაშინ გუნდის წევრი და ასე ვთქვათ, ნავს ამ ყველაფერზე რა. აი რასაც ეხლა ამბობს, მართლა გეუბნებთ რუსეთის ფედერაციაში მაგას ამბობს, რომ 4000 euро ღირს ესეთი გადაწყვეტილება. რუსეთის ფედერაცია ახსენდება, თქვენ საუბარს. მართლა ეს ახსენდება, იმიტომ რომ სხვა მე არ ვიცი ქვეყანა რომელიც ესე ფაქტებზე რაც ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაში წერია. თქვენ თუ არ გინდათ ამ რეალობას თვალი გაუსწროთ, თუ გირჩევნიათ რომ რაღაცა აპოკალიფტური სურათები შექმნათ, რაც საკეთებდა მე თქვენ მაგალითად ნაციონალური მოძრაობისგან ვერ გაგანსხვავებთ, ვერანაირად. თქვენ ხართ უბრალოდ შეიძლება ითქვას, ეს შენი ეს თქვენი სწორი გადაწყვეტილება მიიღეთ, ცოტა დაგვიანებით და რატომ მიიღეთ სწორი გადაწყვეტილება? იმიტომ რომ მოდი სხვა თემაზე ვჯელოთ. არა, სხვა თემაზე ვჯელოთ, ხა არ მინდა ეს თქვენი რეკომენდაციები, თქვენ საქმეს მიხედეთ შეიძლება რა. პოზიციები ეს საქმეს მიხედეთ. არა ერთნაირი კი არ არის ნუ გეწინებათ ბატონო კი არა პრობლემა სხვა რამეშია ნუ გეწინებათ ეს ერთი რაღაცა არ კი არ მწყის თქვენ საქმეს მიხედე მე ჩემს საქმეს მიხედავ ქვეყანა გვენგრევა თქვენს გამო თავზე და გავაუბედურეთ ქვეყანა რა დაგვენგრა თავზე ყველაფერი რა ეგ არის პრობლემა და 4000 euро თუ აფასებ აი ამ გადაწყვეტილებას 4000 euро თუ აფასებ აი მაგაშია თქვენი სისულელე და სისუსტე რა აი ქვეყანა ჩამოიგა რეალურად ქვეყანა ვითარდება ამის ეშინია ვითარდება ხალხება ხალხის სამუშაო ადგილებს პოულობს ქვეყანა ვითარდება მოდით გუშაში მაინც გადი ირაკლი და ხალხს მაინც დაელაპარაკა ლიბერალიზაციის გეშინიათ თავისუფალი არჩევნების გეშინიათ სასაცილოა რასაც ამბობ ეხლა სასაცილოა ტელეკომპანიიდან ახავთ რომ ყველა ძალიან სასაცილოა რასაც ამბობ ჩემი ტელეკომპანია არ არის რაც სასაცილოა რასაც ამბობ რა მაგით საზრდოობდი და ეხა ამბობ ჩემი ტელეკომპანია არ არისო ის მადლობა არა ძალიან მადლობა არც არავის ტელეკომპანია არ არის და იმიტომ ჩემი ტელეკომპანია რას ნიშნავს ეხლა პირდაპირ გეუბნები რა სულ ახლახან და ეს სტარტაპის პროექტის პრეზენტაცია რო იყო უბრალოდ არ შემიძლია ასად არ მქონდა საშუალება რომ მე თქვა და თქვენ ეთერში ვიტყვი აი
იცის გიორგი, მაგაში მე დარწმუნებული ვარ, დამეთანხმება, რომ სტარტაპი, ახალგაზრდების ხელის შეწყობა, ბიზნესის წამოწყება კარგია. მითემატიკით, როდესაც ვსაუბრობთ ინოვაციებზე. რუსთავი ორმა ეს ნიუსი, როცა ყველა ტელეკომპანიამ პირველი გაუშვა, მე 40 წუთზე გაუშვა. არ გვინდა რა. აი, არა, უბრალოდ როგორ არ უნდა ითქვას ეს და როგორ უნდა არ გინდოდეს პოლიტიკა იმან გადამატება. როგორ არ უნდა გინდოდეს ვიზუალიზება სტარტაპის პროექტზე კვლელობები და უბედურებები. სტარტაპის პროექტზე შენზე მეტიც შეიძლება ქონია გამოცდილება მაგ მიმართულებით მუშაობის, ბევრი პრეზენტაცია მინახავს თქვენი პრემიერის და თქვენი ეკონომიკის მინისტრის გაკეთებული. რამდენი სტარტაპია დღეს საქართველოში, ეგ ჩამომითვალეთ თუ შეიძლება რა. კარგით, მოდით ეგ არის თავარი პრობლემა მაგ პროექტების და მეორე არა უბრალოდ არ შემიძლია თქვა რა. ის რასაც თქვენ ახლა აკეთებთ, ეს საზოგადოებამ შეაფასოს რა. კარგად ვართ. გვიჭირს თუ გვილხინს, ეს ხალხმა გადაწყვიტოს და შეაფასოს რა. თუ თქვენ ფიქრობთ მართლა რომ ქვეყანა წინ მიდის და აუყავდით ახლა და ავშენდით, აბსოლუტურად ძალიან კარგად იცი რომ რას უტრირებ, რა სიტყვებიც ახსენეთ, იმაზე ვლაპარაკობ რა, რა სიტყვებიც ახსენეთ. კიდევ ერთხელ მინდა თქვა, თავარი პრობლემა რაშია იცი? როცა ხელისუფლებებში არიან ადამიანები, ვინც კანონს თავის თავზე ირგებენ, თავარი პრობლემა ეგ არის. როცა სტრასბურგის გადაწყვეტილების ღირებულება 4000 ევროა, მაგას ფიქრობ, ეგ არის ძალიან სერიოზული შეხება. ირონია მე გავისმენ ამას. მოდით რეკლამას გამოვაცხადებ მეეთში და რეკლამის შემდეგ მე მინდა ნებისმიერ საკითხზე არც ერთ საკითხზე არ მეშინია. ეს თემა განვავრცოთ. ქვეყანა თავზე გვენგრევაო, ეხა ამბობს ბატონი გიორგი ვაშაძე და რეკლამის შემდეგ მინდა ამ თემაზე რომ ვისაუბროთ. დღეს ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა არაერთი განცხადება, როგორ მივდივართ არჩევნებზე და მან თქვა, რომ მისი ხელისუფლება, მისი გუნდი განსხვავდება წინა ხელისუფლებებისგან იმით, რომ მათ არჩევნებზე არ მოუპარავთ ხმა და რომ ყველა წარმატებული ქვეყანა ინატრებდაო ასეთ პრემიერს და ასეთ ხელისუფლებას. მოდით თქვათ, რა სიტუაციაა ქვეყანაში არჩევნების წინ, რა უფრო აინტერესებს დღეს ხალხს. ვაშაძე ფიქრობს, რომ ქვეყანა გვენგრევა თავზე.